ჰამასმა 20-ვე ტყვე გაათავისუფლა ყოფილ მძევლებს რეაბილიტაციისთვის თელ-ავივთან მდებარე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ. ვრცელდება ვიდეოები, რომელიც მძევლების სახლში დაბრუნების შემდეგ მათი ოჯახის წევრების რეაქციებს ასახავს. ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით დღეს 250 პალესტინელიც გათავისუფლდება, რომლებსაც ისრაელში სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ისინი საპატიმროებს უკვე ტოვებენ. ჟანგოლაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა დუმილი დაარღვია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მან ბრალი აღიარა და თქვა, რომ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა. უძილაურის თქმით, მკვლელობის მოტივი პირადი წყენა იყო. სხდომაზე მან დეტალურად გაიხსენა მკვლელობის დღეც. პროკურორი საბაჯიქიასთვის სასჯელის დამძიმებას ითხოვს. ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. სხდომა სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. 19 წლის ჯიქიას პირველი ინსტანციის მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის შარტყმას ედავებოდა. თუმცა დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელი ბექა გოტიაშვილი ამბობდა, რომ დაზიანება არ მიუღია. ბათუმში ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქის დასახლებაში დღეს ხანძარი იყო. ბათუმელების ინფორმაციით დაიწვა 4 საცხოვრებელი ბარაკი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.